მხოლოდ განცხადებად ბატონი დებუაძის რომ ეტყინა სამედიცინო თვალსაზრისით არაფრით არ დასტურდება. ამიტომ ამ თვალსაზრისით იმდენი მტკიცებულება წარმოადგენთ, მანამდე მოწმის ჩვენება დათვალიერებიდან გამომდინარე ასევე სახის, ყბა სახის ქირურგი, იმპლანტოლოგის, დღეს ეჩიმი ნევროლოგის, ბოლოს ბრალდება დაიწყო იმის ახსნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ამ ზომის, იმ ზომის ტკივილი, არ აქვს არც იმას მნიშვნელობა რაიმე დაზიანება მიიღო თუ არ მიიღო, თურმე მნიშვნელოვანია თავად მოქმედება, რამდენად აგრესიული იყო და მოქმედება რაც იყო ვნახეთ. ერთი სილა, მოკლედ გასაკვირველია ჩვენი მტკიცებულებები ტკივილის და სიწითლის ასე ვთქვათ თეორია გამოეცალა ხელიდან და ამიტომ ეხლა ამ მტკიცებენ რომ არ აქვს მნიშვნელობა ეტკინა თუ არ ეტკინა, არ აქვს მნიშვნელობა რა უწითდა, მაგრამ ეს მაინც თავდასხმაა. ექიმის ჩვენება ამბობს რას, რომ ობიექტური ნიშნები უნდა არსებობდეს, მაშინ როცა ადამიანი ექიმმა დიახ ისაუბრა და სასამართლო პრაქტიკაც არის ამაზე, რომ ტკივილს თუნდაც ტკივილის შეფასებას აქვს ობიექტური და სუბიექტური ტესტი. მარტო ის რომ გამდის და ვტირივარო, ასე არ არის, მით უმეტეს სასამართლოში ასე არ არის და მით უმეტეს მაშინ, როდესაც ტკივილი განსაკუთრებით ის გარემოებაა, რომელიც სისხლის სამართლებრივ უმართლობას აფუძნებს, ასე ვთქვათ, ხომ? ამიტომ ბრალდებას კეთილი უნდა ენება და მტკიცებულებები მოეტანა ამისთვის და ნუ ვთქვათ მოწმეს მე დღეს ვკითხე რომ რამდენად ფიზიოლოგიურად შეიძლება აიხსნას და ფიზიოლოგიურად ეს იყოს რასაზიარებელი ექიმისთვის რომ ბატონი დებუაძე ამბობს რომ სილის მომენტში მეტკინა სადღაცა დარტყმის მომენტში შემდეგ 9 საათი სიწითლე მქონდა სახეზე და საბოლოოდ არანაირი კვალი არ დატოვა ამან. ანუ ასეთი აღწერა მოქმედების რამდენად შეიძლება სამედიცინო თვალსაზრისით გაზიარებული იყოს, რაც ექიმმა ნევროლოგმა გამორიცხა და ნუ მან თქვა რომ ანუ ფიზიოლოგიურად ეს ასე არ შეიძლება მოხდეს. ანუ წუთიერი ტკივილი. სალსახა დასკვნა, დიახ, მისი კატეგორიული დასკვნა, ბრალდება მას ეკითხებოდა, მისი კატეგორიული დასკვნა, რომ ამ ვითარებაში იმ დოკუმენტების საფუძველზე, რაც მან მოიკლია და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის მასალები იგულისხმება და ვიდეო მასალები მან დაასკვნა რომ აქ ის რომ ბატონი დებუაძე ამ ვითარებაში ამ ზომის ასე ვთქვათ სილის შემოლაწუნების შედეგად რაიმე იმ ტკივილს განიცდი და რაც რეალური ტკივილია და რაზეც შეიძლება ვთქვათ სამედიცინო თვალსაზრისით ვისაუბროთ არ არსებობს, არ იარსებებდა მან ისაუბრა რომ ასეთ დროს ანუ ფიზიოლოგიურად ტკივილზე არ შეიძლება საუბარი, შეიძლება იყოს ფსიქოემოციურ დამოკიდებულებაზე, რა თუ მაინდა-მაინც ვისაუბრებთ, რომ ეს რეალური შეფასებაა, ანუ ფსიქოემოციური დამოკიდებულება ახლა მოიხსენებათ არასერიოზულია იმ შემთხვევაში, როდესაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ პოლიციის უფროსზე, ეს არ არის ბავშვი, რომელსაც რაღაცა ერთ დღეს მოარტყეს და ეს ტკივილის ეს არის ფსიქოლოგიურად აღქმაში ჩარჩენილი. მოკლედ ამ თვალსაზრისით თავისთავად ცხადია, ექსპერტის დაკითხვა საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. თუ მიადევნეთ თვალი, ბრალდებამ საერთოდ არ ისაუბრა საკუთარ მტკიცებულებებზე. საერთოდ ეს გამოტოვა, იმიტომ რომ ყველა მისი მოწმე იყო ცრუ მოწმე. მაშინ მოუწევდა, ხომ, ანუ ამაზე ყურადღების გამახვილება აღარ უნდა და საერთოდ თვითონ რაც მოიტანა დღეს სასამართლოში, ბრალდებამ ის არ შეაჯამა. ისაუბრა ჩვენ რა მივიტანეთ, ანუ როლები აიგრია. სინამდვილეში ის უნდა საუბრობდეს თავის მტკიცებულებაზე და დაცვა შეუძლია არც არაფერი მიიტანოს. ბრალდება დღევანდელ პროცესზე, ანუ ცდილობდა ჩვენ არგუმენტებს, ჩვენ იმტკიცებულებებზე რაღაც თავის თეორიულ პასუხებს, რომელიც არ იყო დაყრდნობილი არც ერთ, ანუ კონკრეტულად ზოგადი შეფასებები ისაუბრა ბრალდებამ და კიდევ ამბობ ანუ მე მოლოდინი მქონდა რომ საკუთარ მტკიცებულებებზე არც ახსენა საკუთარი მტკიცებულებები და რა ქონდა კი იცით თქვენ არც არაფერი, მაგრამ რაც ქონდა იმაზე მაინც ხო უნდა ისაუბრა რომ თურმე კვალიფიკაცია არის უტყუარი, მაგრამ კარგი რაც არის ჩვენს მიერ მითითებულ საქმეებზე აკეთებდა საკუთარ კომენტარს, იქიდან ძალიან ნაწილზე შესაბამისად ჩვენ სწორედ ვციტირებთ, თუმცა ვთქვათ მისი მიმოხილვა იყო სრულიად ზედაპირული და არა დეტალური, ამიტომ ჩვენ დასკვნით სიტყვაში მოგასმენინებთ დეტალურ პასუხს ყველა გადაწყვეტილებაზე, თუ კი რამე დღეს ახსენა ბრალდებამ, სიტყვით გავივლით, არ დაუტოვებთ არც ერთ სიტყვას, არც ერთ წერტილს და რაც თავარია, ვერ მიუთითა ვერც ერთი საქმე, სადაც ანალოგიურ შემთხვევაში
უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ უზენაესმა სასამართლომ თქვა, რომ ამ ტიპის ქმედება ამ ვითარებაში მიმსგავსებული შესაძლოა განხილული იქნას თავდასხმა. რაც ანუ ჩემთვის, როგორც პროფესიონალისთვის ძალიან კარგი მოსასმენი იყო, ვინაიდან ასეთ გადაწყვეტილება ვერ მოძებნეს და ის რაზეც ისაუბრა, ის ყველა საჩვენო გადაწყვეტილებაა და ამაზე ვისაუბრა. გააკეთა მოტივზე, რომ მნიშვნელოვანი მოტივი და არა ის, რომ ის ქმედება გამოიწვევს თორე ჯანმრთელობის მოტივიც მნიშვნელოვანია. რაც არ დაუდგენია გამოძიებას, ამაზეც ვისაუბრებთ. ბრალდებამ დღესაც ვერ თქვა მოტივი. და შემდეგ ხომ შურისძიების მოტივი რას უკავშირდება? არც ბრალდებაში არ აქვს ახსნილი და ვერც დღეს ახსნა და როგორ ახსნიდა შურისძიების მოტივთან დაკავშირებით მზიასთვისაც არ უკითხავთ აზრი. არც ერთხელ გამოძიებაში არ დაუკითხავთ მზია. ამიტომ ბრალდებამ ვერც დღეს გითხრა რა ასე ვთქვათ ბატონი დრებუაძის რა ჯადოსნურ საპოლიციო ფუნქციას უკავშირდებოდა ეს იმდღევანდელი სილა, ამაზე დღეს ბრალდება პასუხი ვერ დარჩა. ვერაფერზე ვერ დარჩა. საპროცესო არაფერი ახალი, იგივე, ეს არის ასე ვთქვათ სახელისუფლებო სპიკერების აი ზუსტად ნარატივს ეხმიანება, რომ მზიამ ეს ასე ვთქვათ შემოლაწუნება ჩაიდინა რაღაცა deep state-ის დავალებით, რომ მას ვიღაცა დაუდგენელი პირები რაღაც ინსტრუქციებს აძლევდნენ და ასე შემდეგ. ანუ ბრალდებამ ითქვა იგივე, რომ თუ მზია დაიბრალებს ყველაფერს, რაც მას არ ჩაუდენია, დაწყებული იქიდან პოლიციელების შეურაცხყოფიდან, წინააღმდეგობიდან და შემდეგ თავდასხმიდან, თუ ამას ყველაფერს დაიბრალებს, მაშინ ბრალდება იფიქრებს სასჯელის შემსუბუქებაზე. ეს ვიცოდით პირველივე დღიდან და მას თავაზობდნენ მოინანიე, აღიარე მოინანიე, ჩვეულებრივი ძალადობა კანონის სახელით. მას ეუბნებიან, რომ აი ასეთ სასამართლო არაფრის შანსი არ აქვს. აი ასეთი ბრალდება არაფრის შანსი არ აქვს, ერთადერთი შანსი გაქვს დაიბრალო ის რაც არ ჩადიდენია, თუ გინდა თავისუფლება იხილო. ეს იყო ბრალდების პოზიცია, მეტი არაფერი. რა საკვირველია, ეს ზეწოლი ზუსტად იმ კონტექსტში განიხილება, ასევე მზიაზე ზეწოლის ერთ-ერთი ბერკეტია ეს, ბათუმელების ანგარიშზე ინკასოს დადება, რომ მზიამ ამ ყველაფერზე იფიქროს, ვიდრე საბოლოო სიტყვას თავისას იტყვის.